კომუნისტების დროს იყო ეგეთი საავტორო უფლებათა სააგენტო. სადაც პროცენტები ყველა ხელოვანს ეხლაც არის, კაცო. ეხლა არის, ეხლა უკვე ეხლა სააგენტოა. და ის იყო რაღაცა. და რაღაცა ძალიან გამიჭირდა. მე დედაჩემი იყო ავად და რაღაცა მოკლედ აღარ მახსოვს, მაგრამ მე ეს მინდა მოყვე როგორი კარგი ქალაქი იყო თბილისი. აი როგორი სხვანაირი ხალხი იყო მაინც. მოკლედ გამიჭირდა ძალიან კი მცხენოდა, მაგრამ ვიფიქრე დავრეკავ ამ იმაში და 500 მანეთი ვიცი რომ იქ აქვს არის ჩემი ეს 500 მანეთი. და კვდები ისა, მაგრამ დავრეკე და გამარჯობათ იქ მე ვარ ლევან წულაძე, ახალგაზრდა ვარ, ეს არის 25 წლისა ვარ და ახლა. მე ვარ ლევან წულაძე, რეჟისორი. ჩვენ გიცნობთ, დიდი მადლობა. მაგრამ ესეთი ამბავია, რომ ძალიან დიდი ბოდიში მეთხარი, მაგრამ აი რო არ გამჭირდება, ძალიან დედა მოკლედ არ მოგიყვებით რა არის, მაგრამ ძალიან მჭირდება 500 ლარი თუ ეს ისა შესაძლებელია, იმიტომ რომ არ იმას ვიზამდი, მაგრამ აი ძალიან გამიჭირდა და ბოდის გიხდით. ვაიმე 500 დიახ ჩემი 500 ლარი დიახ ერთი წუთით ლევანია წულაძე და ძალიან მიჭირსო და 500 ლარი მინდაო და ლია მიქიდან არაო 200 მაქო და მეზობელს 100 ლარი ქონდა გუშხელფასი აიღო, მაგრამ გამოვართმე თუ რაღაცა არისო. და მესმის და ვაიმე აი 300 200 გვაქვს და 100 გამოვართმეთ მეზო. არა მე ვთხარ მეზობელი რაშვაშია. თან ჩემ დენერს ცოტა ვღიზიანდები. რომ როგორ ეგა რაშვაშია მე ვთხარ მე 500 მინდა ხო გითხარით? აი იცით არ ვიცი რაღაცას მოვიფიქრებთ. რას ქვია მოვიფიქრებთ მე ვთხარ ეს მოვალ მე ვთხარი მე და წავიღებ იმას. მოდი მისამართი გითხრათ? ვიცი მე ვთხარი მისამართი როგორ 11 სართულიანი თქვა. არა კაცო მე სოლოლაკი რაშვაშია სულ სად მოხდი მე ვთხარი? ბინაში მოხდი. ის ხალხი ჩალიჯო. ეს ანიშნავი კაი ხალხი რომ დარეკა ადამიანმა რომ იცის დედა თუდად ამყავს ლია 200 ლარი აქ მე ამას გამოვარდ რა ვიცი და მე პრეტენზიით ვარ და არა 500 მინდა მე 300 ლარი მე შემეძლო 500 მინდა ვაიმე რაღაც მოდით რაღაცას ვიზამ ზათიყვნენ რომ აი ეს აი რაღაცა არაჩვეულებრივი კაი არ შესაძლოა ქალაქი